გამარჯობა თვითონ ტელემოყურებლებო, ვარჯიშობთ საავტორო გადაცემა ჩემო აფხაზეთო. დღეს ჩვენი სტუმარი არის თენგიზ პაჭკორია. საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, 1992-93 წლების აფხაზეთის ომის მონაწილე. აფხაზეთის ომი არ იყო, ის იყო რუსეთ-საქართველოს ომი მოგეხსენებათ. და იცოდა ბატონმა თენგიზი მეგზმა ძალიან კარგად იცის რა მოხდა მანამდე, როგორ მწიფდებოდა ეს ომი, როგორ მზადდებოდა ეს ომი და მე როგორ წარიმართა ეს ომი და ბოლო დღეს რა სიტუაციაში ვარ ჩვენ იგივე აფხაზეთთან. უკვე სამწუხაროდ და საუბედუროდ 32 წელი გავიდა აფხაზეთის დაკარგვიდან, დროებით დაკარგვიდან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აფხაზეთის ომზე საერთოდ ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ. ამოუწურავი თემაა, მაგრამ დღეს, როდესაც უკვე ჩვენ 32 წლის გადასახედიდან შევუყურებთ ამ აფხაზეთის ომს, მე ვფიქრობ, რომ თენგიზ პაჭკორიაც როგორც პიროვნების, როგორც ჟურნალისტის, როგორც დაკვირვებული ადამიანი აი ამ პიროვნების მე ვფიქრობ, რომ მისი აზრი, მისი მოსაზრებები ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ტელემოყურებლებისათვის. იმიტომ რომ ვინმე თუ იცის ბატონმა თენგიზმა იცის და ალბათ მეც ვიტყვი ჩემ თავზე, რომ დღეს ჩვენ ვიცით საითკენ მიდის აფხაზეთის ვექტორი. აფხაზების ვექტორი საითკენ მიდის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ბატონო თენგიზ, მოგესალმებით. გამარჯობათ, მოგესალმებით. დიდი მადლობა მომზადებისთვის და მივესალმებით თქვენ მაყურებლებს, რომლებიც საქართველოს ყველა კუთხეში არიან და მე ვიცი დანამდვილებით თქვენ უყურებთ თქვენ გადაცემებს, უცხოეთშიც საკმაოდ ბევრი ხალხი უყურებს თქვენ გადაცემებს, ვისაც აინტერესებს ის საკითხები, რომელსაც თქვენ იხილავთ თქვენ გადაცემებში. ბატონო თენგიზ, 32 წელი გავიდა, რაც აფხაზეთი დავკარგეთ დროებით. ამ ხელმძღვანელობაში ეს ისე არ დაწყებულა, ჩვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ ამის შესახებ და ის საზოგადოებამაც იცით, მაგრამ საზოგადოება ყოველთვის შეუცოდა უფრო სხვა ინფორმაციას, უფრო ზედაპირულ ინფორმაციას ფლობდა. თქვენნაირი პიროვნებები, თქვენნაირი ჩახედული ადამიანები უფრო სიღრმეში მიდიან. თავისთავად ცხადია, რომ თქვენ ამას ძალიან კარგად და ძალიან თქვენებურად და ძალიან სწორად დაართვით თავი. იმიტომ რომ დღეს ბევრი რამე არის უნდა გადაიწონოს, ბევრი რამე უნდა აიწონოს, უნდა დაიწონოს და ბევრი რაღაცები უნდა ითქვას ისეთი, რომელიც საბოლოოდ მივიყვან ჩვენი იმ პრობლემის მოგვარებამდე, რა პრობლემის წინაშე დგას მთელი საქართველო და ის მაშინდელი 250,000 დევნილი და დღეს არ ამგონია, რომ დევნილებში ჩვენ და საბედნიეროდ მე როგორც ეკონომის შემიძლია თქვა და განაცხადო, რომ დევნილებში არის პოპულაცია და არა დეპოპულაცია. ეციმაც ისევ რომ ის 50,000 დღევანდელი გადასახედიდან მე ვფიქრობ, რომ სადღაც 300,000-მდე მაინც არის აფხაზეთელი. დიდი მადლობა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ როგორ დაიწყო ეს ომი, როგორ მომწიფდა, ეს არის ყველაზე უფრო მთავარი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა რაც იყო, იმაზეც ვისაუბროთ, რომ ჩვენ დღევანდლამდე მოვიდეთ და მე დღის შემდეგ ჩვენ თქვენ როგორ გესახებათ ის იმ პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც მართლაც არის ძალიან ისტორიული პრობლემა. და ახლა ქართული სულის, ზოგადად ქართული ეთიკის, ქართული ასე ვთქვათ, ეთნოსის ამოძირკვა აფხაზეთიდან არასწორია ეს. იმიტომ რომ ახლა სხვა ინფორმაციები ვრცელდება YouTube-ზე და სხვადასხვა არხებზე და განსაკუთრებით რუსეთის არხებზე ისეთი ინფორმაციები ვთქვათ, რომ ისინი ბოლოს დაიწყეს სიმართლის თქმა. ვინ არიან აფსუები, ვინ არიან აფხაზები, ვინ არიან ქართველები, როგორ მოხდა იქ რა მოხდა, ამაზე არ დავიტყვი ჩვენ საუბარს, მაგრამ ეს იმის საფუძველს და საშუალებას გვაძლევს ყველაფერი რაც ხდება და რაზეც საუბარი მიდის დღეს ბატონო თენგიზ, იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ ვიფიქროთ მართლაც მისი გადაწყვეტის გზებზე. ვიფიქროთ და რაც შეიძლება მოახლოეს ხანში მოხდეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირება და
საქართველოს და აფხაზეთის ერთჭერქვის ცხოვრება, რომ ჩვენ აფხაზი ქართველებმა ვიცხოვროთ, იმიტომ რომ დღევანდელი გადასახედიდან ჩვენ რო დღეს უყურებთ თუ რა ხდება აფხაზეთში და თქვენ ძალიან კარგად მოგხსენება სხვა წყაროებიდან თქვენ პირადი წყაროებით გაგაჩნიათ, იმის გარდა სხვა წყაროებით გაგაჩნიათ და დღეს უყურებთ ფაქტობრივად აფხაზეთი არის დანგრეული. ომის შემდეგ არაფერი არ აშენებულა. რამე აშენდა აფხაზეთში არის ახლა. კი პასუხებ, თუ შეიძლება. დიდი მადლობა. აი ამიტომ მე ვთხოვ თელი კასკადი შეკითხების თომამისების საშუალებით დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევებისთვის. კიდევ ერთხელ მივესალმები თქვენ მაყურებლებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და ვინც ევროპაში, ამერიკაში, აზიაში, აფრიკაში და ავსტრალიაშიც არიან ჩვენი დევნილები, ვინც არა მარტო დევნილები, ის ადამიანებისაც აინტერესებს ჩვენი ქვეყნის წარსული ისტორია, მომავალი. რაც შეეხება 1992-93 წლის ომს. ეს არ იყო ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, ეს არ იყო ქართულ-აფხაზური ომი, ეს არ იყო აფხაზეთის ომი, ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც მწიფდებოდა ძალიან დიდი ხანი. შორს რომ არ წავიდეთ მე-19 საუკუნეში ცარიზმის დროს, ავიღოთ საბჭოთა პერიოდი 1963-64 წლებში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ნიკიტა ხრუშოვმა, რომელიც 53 წლიდან 64-მდე იყო პირველი მდივანი, იმ დროს პირველი მდივანი ერქვა და არა გენერალური მდივანი, ერთდროულად ხრუშოვი იყო მინისტრის საბჭოს თავმჯდომარე 59 წლიდან 64-მდე, ზუსტად ხრუშოვი შეეცადა აფხაზეთის ავტონომიის ჩამოშორება საქართველოსგან. მან ეს დადასტურებული ფაქტები სხვადასხვა წყაროებიდან, თვითხილხელებიდან ვიცი 63-64 წლებში ორჯერ უთხრა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველ მდივანს მიხეილ ბღაშვას, მეცნიერ კაცს, რომელიც იყო პირველი მდივანი, მოამზადეთო დიდი წერილი, რომელსაც ხელს მოაწერსო 40-50,000 კაცი აფხაზი ეროვნების, რომ თქვენ გინდათ შეერთება კრასნოდარის ხარესთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მიხეილ ბღაშვა იყო წესიერი პატიოსანი კაცი, რომელიც ფიქრობდა როგორც აფხაზებზე, ისე ქართველებზე, მას კარგად ესმოდა ამ ხაფანგის შესაძლო განვითარების ტრაგედია აფხაზებისთვის და არა მარტო აფხაზებისთვის. და მან არ გააკეთა ის რაც თხოვა ხრუშოვმა, პირიქით ჩავიდა თბილისში რამდენიმე მინისტრთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთან ერთად ჩავიდა თბილისში, ჩაახენა საქმის ხუში ვასილი მჟავანაძე, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი და ვასილ მჟავანაძემ ყველაფერი გააკეთა თავისი ავტორიტეტებით, კავშირებით მოსკოვში იმისათვის, რომ ეს გეგმა არ შესრულებული იყო, ხრუშოვის ეს ვერაგული გეგმა არ შესრულებული იყო, ვიცით ხრუშოვზე ძალიან ბევრი მისი გამონათქვამი ჭრენად იყავით ქართველები თორემ აფხაზებს წავაკეზებთ და ასე შემდეგ. იმ პოლიტბიუროში დამამბილებით ვიცით, საბაშილის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროში იყვნენ ადამიანები ხრუშოვის შემდეგაც, ვინც ცდილობდა აფხაზების წაქეზებას პირველ რიგში სუსლოვი, მაგრამ პოლიტბიუროს წევრების უმეტესობა იმ პერიოდში, მათ შორის გენერალური მდივანი, შემდეგი ჯერ პირველი მდივანი იყო, მე გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი, სხვანაირად ფიქრობდნენ, მათ ესმოდათ ერთიანი საქართველოს მნიშვნელობა და ბრეჟნევი და მათი მომხრეები ამ თემაზე არ აქტიურობდნენ, პირიქით სხვადასხვა მოტივით ცდილობდნენ. მით უმეტეს კოსიგინი, რომელიც იყო ალექსეი კოსიგინი, რომელიც იყო პოლიტბიუროს წევრი და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მას ქართული ყავდა სიძე, იცით, აკადემიკოსი გრიშიანი და ის უფრო კარგად ესმოდა. კოსიგინი იყო კეთილდაწყობილი საქართველოს მიმართ, მაგრამ ახლა შორს არ წავიდეთ. იმ პერიოდშიც იყო გეგმა აფხაზეთის ჩამოშორების და 80-იანი წლების ბოლოს, როცა უკვე მიდიოდა საქმე საკავშირის დაშლამდე პროცესები, რომ წავიდა ეროვნული მოძრაობა სხვადასხვა რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოში, იმ დროს უკვე რუსეთის სპეცსამსახურება და აამოქმედეს ეს გეგმა იმისათვის, რომ წაეკეზებინათ აფხაზთა დიდი ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ქართველების წინააღმდეგ და რაღაცა ნაწილი ეს წაკეზება ნამდვილად მოახერხეს. 80-იანი წლების ბოლოს აფხაზ სეპარატისტთა ერთ-ერთმა ლიდერმა ყოფილმა
ზურაბ აჯმამ პირდაპირ აღიარა ეს 98-99 წლებში აღიარა რომ მოსკოვი და რუსეთი ცდილობდნენ წაეკეზებინათ აფხაზები და გამოიყენეს აფხაზები როგორც ხელკეთი საქართველოს წინააღმდეგ იმისათვის რომ საქართველო ყოფილიყო რუსეთის პოლიტიკური ორბიტის არეალში. მანამდე ამბობდნენ ამას. ახლა ჩვენ ვიხმარეთ სიტყვა სეპარატისტი. მინდა აქ მიმართო აფხაზებს ვისმენთ. სიტყვა სეპარატისტი იმ დროს თქვენ წინდათ ახლა წინს. არ არის უძველური სიტყვა. სიტყვა სეპარატისტი არის პოლიტიკური ტერმინი. ეს არ არის შეურაცხყოფა. ამაზე სხვადასხვა ჯუმა ახუბამ 1994 წელს აფხაზმა წერილმა დაწერა თავის წიგნში გამოსვლაში რომ რატომ წინსო ჩვენ რომ თუ ქართველები გეძახიანო ქართული პოლიტიკოსები გეძახიანო აფხაზი სეპარატისტი. ან იმ დროს იყო აბსოლუტური სეპარატისტი. აბსოლუტს არ არის შეურაცხყოფა ეს მათ თვითონ ეძახიან თავის თავს აბსოლუტ. ისინი ეძახიან თავის თავს აბსოლუტ. აბსოლუტი აბსოლუტ. და სეპარატისტი ნიშნავს რომ პოლიტიკური ტერმინოლოგია რომ ავიღოთ, გამოყოფა შეხომ ვიდეო გამოყოფა. ჯუმა ახმა მესაუსმა. მიუხედავად ამისა მაინც ყივთ ახლაც. ეს არ არის საწყელი სიტყვა. სანამდე იმ ნაწილს აფხაზთა აბსოლუტი იმ ნაწილს ვისაც უნდა და გამოყოფა და ახლაც ასე ფიქრობენ, სეპარატისტები იყვნენ, რომ ერთიანი საქართველოსთან უნდათ გამოყოფა. რაც შეეხება ომის წინაწლებს, ახლა რომ არ გამიგზავნოს ეს ისტორიული პასაჟი. 99 წლიდან აშკარად იგრძნობოდა ბატონო რომ თქვენ გასულთ ის პირველი შეტაკება რომ მოხდა სოხუმში 15 ივლისს იმ დროიდან აშკარად ღიად იგრძნობოდა რომ მზადდებოდა და მწიფდებოდა ეს ომი. ახლა მინდა ვიმართო იმ ქართველებს, ვინც ზოგჯერ გამოდიან სხვადასხვა ტელეარხივით, მათ შორის სოხუმელიო ჩამჭირები, როცა მათ ეკითხებიან, გრძნობდით რომ ომი დაიწყებოდა, ისინი ამბობენ არაფერი არ იყო. როგორ არ იყო, ან გაზეთებს არ კითხულობდით, ტელევიზიას არ უყურებდით, რადიოს არ უსმენდით, სამეგობრო წრე არ ყავდათ. ესე იგი თქვენ სადღაც ბოდიში თქვენთან ცალკე ცხოვრობდით და არაფერი ეს რაც იყო დაძაბული სიტუაცია 89, 90, 11, 12 და რუსეთის ხელისუფლებამ იმდროინდელმა ჯერ საკავშირის ხელისუფლებამ რუსეთის ძალიან კარგად გამოიყენეს ეს სიტუაცია იმისათვის რომ აფხაზთა ერთი ნაწილი წაეკეზებინათ საქართველოს წინააღმდეგ და ამისთვის მათ კარგად და ქანდოთ არჩეული კანდიდატურა ვლადისლავ ბარძიმბას კანდიდატურა რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ გამწողებული იყო სიტუაცია აფხაზ პოლიტიკოსებს შორის იყვნენ იგივე აჭვა იგივე ზურაბ აჭვა კიდე სხვა ადამიანები რომლებიც აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას მაგრამ მათი დიდი ნაწილი იყო ომის წინააღმდეგ არ უნდათ ომამდე მიყვანა მათ უნდათ პრივილეგიები გაფართოებული უფლებამოსილებები და ასე შემდეგ. ასე იყო და ასე პრობლემებია ჩვენ ზუსტად. და ისედაც ვიცი, გარდა მათი გამოსვლებისა, სხვა წყაროებიდანაც ვიცი. მაგრამ იყო პატარა ნაწილი, რომლებიც მოსკოვის პირდაპირ მითითებებს ასრულებდნენ და სხვათა შორის ის აფხაზთა ის ნაწილი, ვინც იყო ომის წინააღმდეგ პოლიტიკოსები, ისინი ღიად ვერ ბედავდნენ არძიმბას წინააღმდეგ გამოსვლას, მაგრამ კულისებში აკრიტიკებდნენ და ცდილობდნენ აეცილებიდნენ ახლა თქვენ შემეკითხეთ გადაცემამდე და ახლაც ხონი. შეიძლებოდა თუ არა რუსეთ საქართველოს ომის აცილება 92-93 წლის. შეიძლება თუ არა საქართველოს ხელისუფლებას იმ დროინდელს ამ ომის აცილება. პირდაპირ გიპასუხებ. შანსები იყო დიდი, რომ აგეცილებინა ეს ომი. მე არ ვამბობ რომ თუ ის შანსები ჩვენ გამოგვეყენებინა ომს აუცილებლად ავიცილებდით ეს არავინ არ იცის მაგრამ ის შანსები ომის აცილების რუსეთთან ბოლომდე არ იყო გამოყენებული ახლა ერთ მაგალითს მოვუყურებთ 92 წლის ივლისში სოხუმში სპეციალური მისიით ჩამოვიდა საკმაოდ ავტორიტეტული საზოგადოებრივი პოლიტიკური მოღვაწე სოლიკო ხაბიშვილი გახსოვთ თავის დროზე ის მუშაობდა ცენტრალურ კომიტეტში ახალგაზრდობაში იყო სპორტსმენი ის გუდაურის კომპლექსი მისი ინიციატივით და მისი მონაწილეობით აშენდა და ასე შემდეგ ძალიან ავტორიტეტიანი კაცი იყო ყველგან სოლიკო ხაბიშვილი ჩამოვიდა სოხუმში იმისათვის რომ ჩაეტარებინა შეხვედრები ქართველ აფხაზ პოლიტიკოსებთან ვიცი რომ მოსკოვშიც იყო და ერთ-ერთ შეხვედრაზე მე მომიწვიეს მე არ ვიცოდი ვინ იქნებოდა იქ
15-20 კაცი იყო ქართველები აფხაზები საკმაოდ გავლენიანი. მე რატომ მომიწევთ მეთქე ხომ დავინახეს არც ვიცოდი რა შეხვედრა იქნებოდა. ახლა აქედან ინფორმაცია რომ გაჟონოს მე ხომ დამაბრალეთ მეთქე ჟურნალისტი ვარ და არა ვიცით რომ არ დაწერთო გთხოვთ ეს არის შიდა მეგობრული წრე ჩვენ ვძელობთ იმაზე რომ როგორ ავიცილოთ ომი. მე უთხარი პასუხი. ომის აცილებისთვის საკმარისი არ არის რომ აფხაზეთის შენ დაწყებული არ იყო ომი. არა ეს 92 წლის ივლისია 14 აგვისტოს დაიწყო. 92 წლის ივლისის ბოლოს მე უთხარი ასეთი პასუხი. ამისთვის საჭიროა პირველ რიგში მოლაპარაკება მოსკოვთან. რომ მოსკოვიდან მოდიოდა სიგნალები. ყველა ყოფილი რესპუბლიკა ბალტიის სამი ქვეყნის გარდა შევიდა DST-ში. თუ საქართველო დაიწყებს ამ თემის განხილვას, რომ შენ შევიდეთ DST-ში, ან განაცხადებს, რომ ვართ მზად, ან დავიწყებთ მსჯელობას, მაშინ არაფერი არ იქნებოდა, ეს არ ძემამას თქვა ერთი-ორჯერ, თუ საქართველო გახდება DST-ის წევრი, პრობლემები არ იქნებოდა. თუ არ გახდება, მაშინ იქნებოდა პრობლემები. რამდენიმეჯერ თქვა ეს საუბარში რამდენიმე ჟურნალისტთან იქ კამერები არ იყო ეს დერეფანში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს სესიების დროს რომლის დეპუტატი თქვენ იყავით 92 წლის გაზაფხულზე. DST-ში შესვლა რასაკვირველი არ იყო პანაცეა. ახლა ზოგი შემეკითხება საქართველოს ხომ შევიდაო DST-ში? სტოპ. საქართველოს შევიდა DST-ში 93 წლის შემოდგომაზე როცა დამთავრებული იყო ეს რუსეთ-საქართველოს ომი და შევიდა DST-ში როცა უკვე ზვიად გამსახურდიას მომხრეთა შეერაგებული ფორმირებები ქუთაისს რომ მოადგენდა შევარდნაძეს კითხა ბალტიმმა კითხა ვინ შევა DST-ში ედუარდ როსივიჩ შევარდნაძე თუ ზვიად კონსტანტინოვიჩი მიუთითა რომ თუ თქვენ DST-ში არ შეხვალთ მაშინ ჩვენ დავეხმარებით იმ პროცესს რომ თქვენ გადაგარდნოთ და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაბრუნდეს ხელისუფლებაში და იმ დროს მოხდა 93 წლის ნოემბერ-დეკემბერში ეს პროცესი საქართველოს DST-ში გაწევრიანების და მის დამთავრდა 94 წლის მარტში პარლამენტში. შედეგი რა მოხდა ამ გაწევრიანებამ ბატონო? ერთი წამით. ეს უკვე იყო დაგვიანებული. DST-ში შესვლას აზრი ჰქონდა ომამდე. ომის შემდეგ ეს უკვე იყო სულთა საკითხი. დარჩებოდა თუ არა ედუარდ შევარდნაძე, ნებული ლამპარი იყო. ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პირველ პირად. რომ იქ სხვა მომენტები იყო მარტო შევარდნაძეზე არ იყო ეს დამოკიდებული მაგრამ აქ ძალიან ღრმა თემაა დროზე რომ შესულიყავით მე არ ამტკიცებ რომ ჩვენ აუცილებლად ავიცილებდით ომს მაგ შეიძლება რუსეთმა სხვა საბაბი მოეძებნა რუსეთს მაგრამ ის შანსი არ იყო გამოყენებული მთელი ყოფილი რესპუბლიკები უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი ყველა უკვე შესული იყო და მით უმეტეს ეს DST არ იყო რუსული პროექტი. როგორც მე გაიგვა ეს იყო ევროპული პროექტი, რომ შეენარჩუნებინათ ის სხვადასხვა რესპუბლიკები ერთ რაღაცა ბუტაფორიულ სივრცეში, ხო DST. დამოუკიდებელ ქვეყნების ხო და ამიტომ ეს პროცესი შანსი კიდე სხვა მომენტები იყო იქ ესე იგი ვერ გამოვიყენეთ. მე უთხარი შეხვედრაზე ბატონ სოლიკოსაც, ხეც ზოგი ცოცხალის არის ახლა, აფხაზებიდანაც, ქართველების, მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ მეთქი რომ მოხდება არძიმბას გადაყენება, სხვა აფხაზის დანიშნა, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარედ, მშვიდობიანი გადაყენებაზე იყო საუბარი, ეს ძალიან ცდებით, იმიტომ რომ აქ კონკრეტულ პიროვნებაზე კი არ არის საუბარი, აქ არის სერიოზულ პოლიტიკურ საკითხებს და რასაც რაზეც უნდა ვისაუბროთ თქვენ პირველ რიგში რუსეთის იმდროინდელ ხელისუფლებასთან. დასავლეთი კი გვიჭერდა მხარს რეზოლუციებით, განცხადებებით, მაგრამ დასავლეთი ისე აშკარად ვერ დაგიჭერდა მხარს არც ომამდე და არც ომის პერიოდშიც. ხო, რაც შეეხება ომს, რადგანაც მოვიდა ეს 27 სექტემბერი თქვენი ნებართვით. ბატონო მურა. მინდა დავასახელოთ ციფრები, იმიტომ რომ ისეთ ციფრებს ასახალებენ ომის დროს რამდენი ადამიანი დაიღუპა. ოფიციალურ ციფრებს დავასახელებ. მივმართავ კოლეგებს, პოლიტიკურ მოღვაწეებს. 1992-93 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რომელიც დაიწყო 92 წლის 14 აგვისტოს დასრულდა შეცვლა უბრალოდ 93 წლის 30 სექტემბერს გალის რაიონის ოკუპაციით. ჯერ სოხუმი აიღეს შტურმით და მოახდინეს ფაქტური ოკუპაცია. მერე კი გალის რაიონი. კოდორის ხეობა იმ დროს ჩვენ შევინარჩუნეთ.
ესე იგი 92-93 წლებში იმ ომის პერიოდში ოფიციალური მონაცემებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით იმ დროს იყო გამოქვეყნებული იმ ომში რუსეთთან დაიღუპა 4000-ზე მეტი საქართველოს შეიარაღებული ძალების 4000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახური. ასეულობით მილიციელი და მოხალისი. ეს ოფიციალური ციფრია, ზუსტი ციფრები. იმ ომის დროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთ-საქართველოს ომის დროს 92-13 წლებში დაიღუპა მოკლული იქნა 8000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ქართული ეროვნების 8000-მდე ეს ოფიციალური ციფრებია სხვა ციფრების ეს უკვე 12000 რუსეთის მხრიდან სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით 92-13 წლებში დაიღუპა რუსეთის დაახლოებით 2500-დან 3000-მდე მოქალაქე 99% იყვნენ სამხედროები, მოქმედი ან ყოფილი სამხედროები, რუსი ეროვნების ადიღელები, ყაბარდოელები, ჩეჩნები, ჩერკესები და ასე კაზაკების რუსები ჯამში 2500-დან 3000-მდე. რაც შეეხება აფხაზურ მხარეს, აფხაზები, რასაკვირველი იმ დროს იყვნენ ის თვითონ კი თვლიდა რომ იცავდნენ სამშობლო რუსეთის მხარეზე იყვნენ რეალურად. არ ომობდნენ. კი, ერთი წამით ომობდნენ. აფხაზური მხარის მონაცემებით დაიღუპა 2500-მდე აფხაზი ეროვნების ადამიანი იმ ომის პერიოდში. აქედან 2200 სამხედრო პირი, გასამხედროებული პირი და დანარჩენი სხვადასხვა სიტუაციებში მოხვდა. ეს დაახლოებით 18000 ადამიანი დაიღუპა იმ ომში. ეს არის ის ოფიციალური ან ნახევრად ოფიციალური მონაცემები მათი მხრიდან. ჯამში არსებობს სხვა ციფრები, რომელსაც ასახელებენ, არ ვიცი საიდანვე მოხდა. ეს არის ეს ციფრი. ეს ციფრები არის ასეთი. და მინდა გითხრათ რომ თქვენ მკითხეთ ახლა რა ხდება. საინტერესო ის არის რომ აქ ბოლო 2 წლის განმავლობაში აფხაზ მოღვაწეთა გარკვეულმა ნაწილმა გააკეთა ძალიან საინტერესო განცხადებები. ერთ-ერთმა ცნობილმა მეომარმა აფხაზმა რომელიც ომის დროს იყო ჩართული ამ ომში საქართველოს რუსეთ-საქართველოს ომში 2024 წლის январь-февралში გააკეთა განცხადება. Тяжело осознавать русскоязычный, რომ 32 წლის წინ იმ ომში ჩვენ не на той стороне воевали. იმ ხარეზე არ ვიძოდითო ჩვენ აფხაზები. იმ ხარეზე არ ვიძოდითო, ესე იგი რუსეთის ხარეზე, ხო იმ ხარეზე არ ვიძოდითო. მეორე რას მან თქვა, რომ ჩვენ ქართველებთან უნდა ყოფილიყო მოლაპარაკება სერიოზული იმისათვის რომ აგეცილებინა ეს ომი. რუსეთი ჩვენ გვიყენებდაო. მესამე ქართველები არ არიანო ჩვენი ხო ყველა აფხაზიას არ ფიქრობს რომ ნაწილი ნამდვილად ასე ფიქრობს რომ ის პროპაგანდა რომელსაც რუსეთი აწარმოებდა იმ პერიოდში 80-იან 90-იან წლებში რასაკვირველი იმოქმედა აფხაზური მოსახლეობის დიდ ნაწილს. მე რომ თქვი ახლა რამდენი ხალხი დაიღუპაო იმ ომში სხვათა შორის 92-13 წლებში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა აფხაზეთში ჩამოსული თურქეთის დაახლოებით 300 მოქალაქე ადიღელები და აფხაზები წარმოშობილი. იქიდან 50 დაიღუპა. ეს აფხაზური მხარის მონაცემებია. გუდაუდის მხარის მონაცემებია. და ეს პროცესები ახლა აგვისტოში ერთი თვის წინ ამ წლის აგვისტოში იცით ალბათ სერგეი შამბამ გააკეთა ძალიან წვავე განცხადებები. ძალიან საინტერესოა. ძალიან წვავე განცხადებები გააკეთა. პირველი მან გააკეთა განცხადება რომ 92-14 აგვისტოს ვეძებდითო არძებას და ვერ ნახეთ აღმოჩნდა რუსეთის სამხედრო ბაზაზე სოხუმში და მეორე ფაქტიურად მან აღიარა ის რაც თავის დროზე აღიარა ანდრეი ჯერგენია. კიდევ ერთხელ დავიმეორე 92 წლის 14 აგვისტოს ქართული საპოლიციო და საჯარისო შენაერთების გადაყვანა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან იყო შეთანხმებული ედუარდ შევარდნაძეს და ვლადისლავ არძიბას შორის. უფრო მეტი ვლადისლავ არძიბა თვითონ ითხოვდა ამას. კატეგორიულად არსებობს არა მარტო ერთი ბევრი წყარო რომ თვითონ ითხოვდა დეპუტატებისგან მერე შევარდნაძესგან ეს შეთანხმება მოხდა ტელეფონით 92 წლის 11-12 აგვისტოს.
იმ დროს ვიცოდი მე ეს იყო პროვოკაცია, ასე გამოდის. გეტყვით. იმ დროს ვიცოდი და მე იმ დროს სადაც შემეძლო დარეკვა და მეთითება რომ ჯობია ჩამოვიდეს და ღია თქვან ეს, იმიტომ რომ შეიძლება ხვალ არძიმამ თქვას არ ყოფილა ეს და ჩაგვითრიოს ომში. და რეალურად ასეც მოხდა ხოლმე არძიმბას დონეზე არ ხდებოდა ეს საკითხები, მაგრამ ეს იყო შეთანხმებული. საქართველოს საპოლიციო ჯარებმა ნაწილების საჯარისო ფორმირებების გადაყვანა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაზე იყო შეთანხმებული, მათ ერთობლივად უნდა განეხორციელებინა მაგისტრალების დაცვა. და მე არძიმბამ არაფერი არ თქვა და გამოაცხადეს ვერალომნაია ნაპადენია ვერაგი თავდასხმას სიზრელეები. 2002 წელს 10 წლის შემდეგ ომი რომ იყო დასრულებული, ანდრე ჯერგენია, რომელიც იყო არძიმბას უახლოესი ნათესავი და 92 წელს იყო აფხაზეთის ავტონომიის პროკურორი. მან პირდაპირ თქვა 2002 წელს ეს გაზეთებში დაიბეჭდა 2001-2-ში დიდი ხმაური აქვს აფხაზეთში. 92 წლის 13 აგვისტოს მე დაურეკე ედუარდ შევარდნაძე თხოვნით რომ ეს შეთანხმება ცოტა გადაგვიწიო რამდენიმე დღით რომ კარგად მოვამზადოთ ეს პროცესი საჯარისო საპოლიციო ნაწილების შესვლა და აფხაზური ეგრეთ წოდებული გვარდიის პოლკის მერვე ეს შინაგანი ჯარის პოლკის ერთობლივი ოპერაცია მაგისტრალების დაცვით. ვთხოვე რომ გადაგვეციო რამდენიმე დღით და უთხრეს, კითხეს, დაბომბეს სიტყვიერად. ჯერგენ ესე კი თქვენ იცოდით, თხოვდით, ჩვენ არ ვეუბნებოდით. ფაქტიურად იგივე დღეს ახლა აგვისტოში რომ იცოდა რამდენიმე კაცმა, მაგრამ ეს იყო დიდი გეგმა ჩვენი ჩათრების, შეტყუების და მე გამოცხადება რომ ეს ვერაგულო თავდასხმას სისულელები დასაშა. ამათ უკან აღარ რუსეთი იდგა. რასაკერველი. ამიტომ ეს ისეთი თემა ახლა ეს წარსული რაც შეეხება ხო მონაცემები გითხარით ოფიციალური მონაცემები დავასახელე და ახლა როგორ არის ხო თქვენ მეკითხებით ბატონო ნურმა ნელ-ნელა იგივე აფხაზური საზოგადოებაც იგებს სიმართლეს ამ ომზე რასაკერველი სერგეი შამბამის განცხადება რომ გააკეთა ამ წლის აგვისტოს დასაწყისში დატუქსეს დაბომბეს სიტყვიერად სოციალურ ქსელებში ზოგი შეკვეთით ზოგი იმის გამო რომ არ იცოდა როგორ გაბედეო შენ როგორ თქვიო შენ რომ არძებამ შიშარა იყო თუ დაიმალა რაღაცები და როგორ თქვი ახლა მე შამბამ საპასუხო განცხადება დააკეთა მაგრამ აქ შამბაზე კი არ არის საუბარი ეს მიდის პროცესი რომელიც აუცილებლად იქნება რომ იმ პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილი რუსეთმა გამოიყენა მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარებაა მსოფლიოში და შეიცვალა ბევრი რამე და რუსული წყაროებში ჩვენ კითხულობთ ძალიან ბევრი ბლოგერი თუ ყოფილი დეპუტატი თუ პოლიტიკოსი სხვადასხვა მოტივით ამბობს ალბათ უნდა მოვიდეს ის დრო აფხაზეთი და დაუბრუნდეს საქართველოს სხვადასხვა კუთხით ახლა სხვადასხვა მიზეზებით გამო ჩვენ ახლა მიამიტებით არ ვართ დიდი პოლიტიკური გარიგება უნდა მოხდეს სოფლიოში რომ ეს პროცესი მშვიდობიანად რასაკურველია მშვიდობიანად რომ საქართველო გაერთიანდეს რომ ჩვენ მშვიდობიანად ვიცხოვროთ აფხაზეთთან სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან რომ ეს იყოს ისეთი გარემო რომელიც კომფორტული იქნება რასაკურველია ისეთი იოლი არ იქნება ეს პროცესი მაგრამ აფხაზური საზოგადოების ნაწილსაც ესმის და რუსეთის პოლიტიკური წრეების ნაწილსაც მაგრამ აქ ახლა სხვა ვითარებაა სხვა დიდი ომი მიდის რუსეთ უკრაინის ომი დიდი ომი ამიტომ ალბათ სანამ არ დამთავრდება ეს რუსეთ უკრაინის ეს და რუსეთ თემისოფლიო ხო ჩართული ეს პროცესი ეს ომი მანამდე ალბათ ზედმეტი ამაზე ლაპარაკი რომ ამ კუთხით ჩვენთან რამე მოხდება მაგრამ დარწმუნებული ვარ აუცილებლად დადგება ის დრო როცა მშვიდობიანად საქართველო გაერთიანდება დადგება ის დრო როცა მოხდება ყველაფრის უფრო ღრმა ანალიზი მათთან ჩვენთან სხვა ქვეყნებში ობიექტური ანალიზი და სიტუაცია დღევანდელი ხა ერთ მაგალითს გეტყვი სპორტსმენებმა იციან ფეხბურთის მოყვარულებმა რომ შარშან ჩვენ გაგვახარა საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებმა
მოუგეს ლუქსემბურგს, მოუგეს საბერძნეთს და გავედით პირველად ევროპის ჩემპიონატზე. 17 აფხაზი ესწრებოდა ამ შეხვედრას. სოხუმიდან და გუდაუთიდან ჩამოსული, ოჩამჩილიდან. კონკრეტულად ვიცი გვარები. ეს იყვნენ ძირითადად ვეტერანი სპორტსმენები, მათი ოჯახის წევრები. ახლა გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ მანამდე სტადიონიდან ახლაც ეს რასაკვირველია ეს ხომ შემთხვევით არ არის, ახლა აქ დიდ პოლიტიკურ დასმევს მე არ ვაკეთებ ახლა, მაგრამ ეს კონტაქტები არის, კავშირები არის. აი შარშან ჩვენო ნაკრებმა პორტუგალიას რომ მოუგო 2-0 ევროპის ჩემპიონატზე. სოციალურ ქსელებში რამდენიმე კაცმა დაწერა, ბიჭო, ხედავო, რა სროლა იყო სოხუმში და ვიღაცა ხუმრობს აფხაზი. ეს რუსები აღნიშნავდნენ საქართველოს ნაკრების გამარჯვებას. იქ რა უნდა რუსეთის ბაზა და ის მაიაკის ტერიტორიაზე სოხუმი ვიცის. იქ რუსები არ არიან, სამხედრო ბაზა იქ არ არისო. ნუ მე ერთმა დაწერა, მე ხვიჩას ხომ მაგივარო, ხვიჩას. ახლა ეს ფეხბურთია, ვითომ ფეხბურთია, მაგრამ აქ ხომ ქვეტექსტები ხომ იკითხება. რასაკვირველია, ქვეტექსტები იკითხება. სხვადასხვა პოლარიზებულია ხალხი იქ ერთმანეთში შიგა პროცესები ძალიან, მაგრამ აფხაზებზე არ არის ეს დიდწილად დამოკიდებული, მათზეც არის, მაგრამ დიდწილად დამოკიდებული გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე, რუსეთზე და არა მარტო რუსეთზე. და რასაკვირველია საქართველოს ხელისუფლების სტორ პოზიციაზე, რომ ამისთვის რომ მივიდეთ იქამდე, რომ საქართველო გაერთიანდეს. ძალიან რთული საკითხი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოხდება ეს პროცესი. აქ არ შეიძლება რაიმე კონკრეტული თარიღის თქვა, მაგრამ ეს პროცესი ციფრდება. და ბევრი რაღაცების გადახალისება მოხდება. მე ვიცი ზუსტად, როგორ იქნება ეს, როგორ იქნება მშვიდობიანად, რასაკვირველია, მშვიდობიანად. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის დამოკიდებული გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე და აგრეთვე შიდა საკითხებზეც. დიდი მადლობა ბატონო. ამოიწურა მე ახლა ჩვენ სუდართ 10-15 წუთი. ნაკლები დაგვაქვს ხო? და მე ორი შეკითხვა მაქვს თქვენთან და მინდა ძალიან მოკლედ ვიტყვით, იმიტომ რომ ამას თქვენნაირი პიროვნების აზრი მე მგონია რომ ყველა ჩვენი ტელემოყოლებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. რა განწყობა უდრეს აფხაზებს საერთოდ ზოგადად და ისეთ აზრზე არიან რომ ქართული და აფხაზიეც არის მტერი, ნუ ახლა ჩვენ ახლა კი გავიგე. კი პასუხობ თუ მეორე კითხვას. ნაცნობრივ ამ კითხვაზე უკვე კი პასუხი, თუმცა მოვიყვანი იმ აფხაზი პოლიტიკოსის და მეომარის პასუხი, გავიმეორებ. სხვადასხვანაირი არის, ერთი დარჩა რადიკალურ პოზიციებზე, მეორე უფრო ნეიტრალურ პოზიციებზე და არის ნაწილი, ვინც ღიად აცხადებს, რომ ქართველები არ არიან ჩვენი მტრები, ჩვენ უნდა გვეწარმოოთ თავის დროზე მოლაპარაკება, ახლაც და უნდა ვეძებდოთ გზები იმისათვის, რომ მოხდეს ამ პრობლემების მოგვარება. ღიად არავინ არ ითქვის, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ სხვადასხვანაირი განწყობაა. მეორე კითხვა? მეორე კითხვა არის ასეთი. ბოლოს რას ეტყოდით თქვენ მეოთხე საუკუნის შემდეგ ჩვენ აფხაზეთიდან გამოსულ ქართველობას და იქ დარჩენილ აფხაზობას? აი თქვენი აზრი ბატონო თენგიზ ძალიან კიდევ ერთხელ გავიგე თქვენი პასუხი. რასაკვირველია ის პერიოდი 80-იანი წლების ბოლოს, 90-იანი დასაწყისში, როცა არ იყო არც საინფორმაციო საშუალებები იმდენი, არც საშუალება იმის რომ კარგად აგეხსნა მოსახლეობის, ახლა უფრო მეტი საშუალება არის სოციალური ქსელებით, ტელევიზიებით, საიტებით და ასე შემდეგ. რასაკვირველია, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აუცილებლად ობიექტური და სუბიექტური ფაქტორის გათვალისწინებით მოხდება საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება. ბევრი რაღაცები ვიცი, მაგრამ პირდაპირ ეთერში ამ ეთერში ვერ ვიტყვი. ეს პროცესი წითება ბევრი კუთხიდან. მთავარი აქ არ უნდა იყოს მერე ერთმანეთის მიმართ ზიზღის და ანგარიშტორების, ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანად. ყველა ადამიანის ინტერესების გათვალისწინებით, ქონებრივი ინტერესია თუ სხვა ინტერესია, ის უნდა მოხდეს ძალიან საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართულობით და სხვადასხვა ქვეყნების ჩართულობით. ისე კი არ უნდა მოხდეს, რომ ვიღაცა დაიჩაგროს ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან. აუცილებლად მოხდება ჩვენი გაერთიანება ერთიან საქართველოში. რა ფორმულა იქნება ამასთვის ახლა ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ეს სამუშაო თემა უკვე ახლოს რომ მოვა ეს პერიოდი. ახლოს რომ მოვა. აი ამით შემოვიფარგლები დღეს.
დიდი მადლობა ბატონო თინგის ასეთი საინტერესო საუბრისათვის მე მინდა დავუმატო შემოგვიყვას ტელემოყურებლებო ჩემი გარკვეული მოსაზრებაც ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე თითქმის მე-13 საუკუნე გავიდა აი ხოლ გადის უკვე მე-13 საუკუნე რაც ჩვენ აფხაზეთში არ ვართ და თქვენ წარმოიდგინეთ შემოგვიყვასო ქართველებო აფხაზეთელებო და აფხაზებო იცოდეთ ერთი რამე ჩვენ ერთი წუთითაც და ერთი წამითაც ჩვენ არ შეგვიძლია ის სიყვარული და ის დამოკიდებულება რაც ჩვენ გაგვაჩნდა იმ აფხაზეთში ჩვენი მშობლიური მიწისადმი ის მიწა აფხაზებისაც არის ქართველებისაც არის ის იმ აფსუებისაც არის ის მიწა იმ სომხებისაც არის იმ რუსებისაც არის და შემდეგ თორსა ეროვნული წარმომადგენლებისაც არის და დღეს ჩვენ ხომ ვიცით როგორ გამოიყურება ჩვენი აფხაზეთი ჩვენ როგორი დავტოვეთ და ის დღეს რას ნიშნავს ანუ 32 წლის შემდეგ ანუ მე-13 საუკუნის მერე თუ კი რამე სწორად იყო ის ჩანაფიქრე რაც თქვენ გააკეთეთ რუსეთის მხარდაჭერით თვითონ აფხაზებო და ის რაც მოხდა აფხაზეთში ეს თუ სწორად იყო გათვლილი და თუ სწორი ნაბიჯი იყო და ეს ღმერთთან იყო ასე თქვა წილნაყარი მაშინ რატომ არ ცხოვრობთ უკეთესად რატო არ მიდით ისეთი მშენებლობები რატომ არ მიდით აი ესეთი მიწა ასეთი ღმერთის მიწა მართლა შეიძლება ჩვენ ვთქვათ რომ ასეთი უნიკალური კლიმატის მქონე ადგილი ის ტერიტორია რომელიც აფხაზეთს უჭირავს დღეს ამ ტერიტორიაზე არაფერი მოძრაობა არ არის თქვენ რასაც აკეთებთ დღეს და რაც კეთდება აფხაზეთში ეს ყველაფერი არის იმისი მიზერი იმის 10% რისი გაკეთებაც იქ შეგვიძლია ჩვენ ქართველებს და ქართველობა და ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ და გეუბნებ აი თუნდაც ჩემი გადაცემიდან როდის მე გაიგია თუ მე ტულად იყო განწყობილი და ამ დროს თუ ვინმემ რამე იცის აფხაზეთი მოხდა მდგომარეობის შესახებ თუ ვინმემ რამე იცის აფხაზეთის ომის შესახებ ეს ბატონ თენგის პაჭკორია მიცის ეს ძალიან კარგად და მე არანაკლებ ვიცი ეს იმიტომ რომ ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია მე სამი წიგნი იმიტომ დავწერე რომ მე ეს მტკივა მე ეს მაინტერესებს და ჩემი მეცნიერული კვლევის აპარატი მე მიმართული მაქვს აფხაზეთის პრობლემით და პრობლემატიკის შესწავლისაკენ და მე ამას ყოველთვის ამას მე არასოდეს სიკვდილამდე არასოდეს მე რასაც ვწერ რასაც დავწერ ყველაფერი აფხაზეთთან არის დაკავშირებული იმიტომ მე საქართველოს შვილი ვარ და იმ საქართველოს ზუსტად ძირძველი და საქართველოს ნამდვილი ნაწილია სწორედ აფხაზეთი არავინ არ იფიქროს რომ აფხაზეთი სხვა არის და როგორც ამას შეხვდათ დღეს ჩვენ ზოგიერთი ვაი ისტორიკოსები და განსაკუთრებით აფხაზი ისტორიკოსები გვიმტკიცებენ მაგრამ აბა მოგვსვენეთ ერთი რუს ისტორიკოსებს რაც ამბობენ ისინი ამბობენ ისინი მიხვდნენ რომ ეს აფხაზეთი ეს არასოდეს არ ყოფილა ეს ცალკე განყენებული ცნება მაგრამ შეიძლება მათ თავისი გარკვეულწილად რაღაცა სახელმწიფოების ნიშნები ჰქონდა როგორც სამთავროს მაგრამ მეც მას არ ნიშნავდა რომ ის იყო დამოუკიდებელი და ის საქართველოს გარეშე არსებობდა ვერ თამარ მეფის დროს, ვერ დავით აღმაშენებლის დროს, ვერ გიორგი ცხინვალის დროს და ვერც კიდევ სხვა მეფეების დროს. აბა ბედიის მონასტერი ჩვენ ახლა სააფხაზეთში თუ რამე აშენებულია და თუ ისტორიული ძეგლები არსებობს ეს ქართულია, ეს მართლმადიდებლურია და დღეს როგორც ამბობენ და როგორც ვიგნებიან არ არის გამორიცხული აფხაზეთში მეჩეთების კი იყოს გამაგებული. კი ბატონო იყო ჩვენ ძალიან ტოლერანტიერი ვარ და ჩვენ როცა ჩავალთ იმ მეჩეთსაც პატივცემთ რასაკვირველია, მაგრამ ჩვენი მართლმადიდებლობა მაინც უპირველესი იქნება და თქვენთან ერთად, იმიტომ რომ მართლმადიდებლობას რო შეუძლია მიტევება, მართლმადიდებლობას რო შეუძლია სიყვარული, ასეთი ძალა დედამიწის ზურგზე სხვა არ არსებობს. და ამიტომ ეცეც ჩვენ გვინდა რომ თქვენ გაითვალისწინოთ. ასე რომ ჩვენ ხვალ უკვე ერთი ისტორიის 32% დაიხურება. დაიხურება და ჩვენ ისევ და ისევ მონოდიში, ისევ და ისევ სინანულში, ისევ და ისევ იმის განსტაში ვართ რომ რა მოხდა. ჩვენ სამწუხაროდ და საუბედუროდ წარსულს ვერ ავსდით. აი ჩვენ ის ხალხი ის ვინც 150,000 კაცი რო გამოვიდა და დღეს უკვე დაახლოებით მე ვლაპარაკობდი ბატონ თენგიძე დღეს დაახლოებით ჩვენთან პოპულაცია ანუ ჩვენი გემილების დაბადებით არის ცხონობა უფრო ბევრად ჭარბობს გარდაცვლით არის ცხონობას ეს იმას რომ მიზდება აფხაზეთიდან გადმოსული მოსახლეობის რიცხვი ეს იმას ნიშნავს რომ ეს მაძლევს მე იმის საშუალება და იმის
დასკვნის გაკეთების უნარს, რომ აფხაზეთი ეს არის საქართველო. საქართველო აფხაზეთთან ერთად. ჩვენ არასოდეს არ გვიტყვამს, რომ აფხაზეთის გარეშე გვინდა საქართველო. იმ აფხაზეთის გარეშე მე არ ჩავარ საქართველოს და არ ვიცხოვრებ, იმიტომ რომ იქ მე ვიცი რომ იქ აფხაზი უნდა დამტეს. იმპერია თუ მოყარე იმპერს მე მოყარად გავიხდი. და სწორედ ამაში ამ მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი სიდიადი რომ როცა შენი იმპერიის შენი მოყარე უნდა გაიხადო. და ისინი დღეს ძალიან ძეშესტომილები და მე დარწმუნებული ვარ რომ ამ ძეშესტომილთა გადმოსვლა სიმართლის მხარეზე და სამართლის მხარეზე მე მგონია რომ ეს აუცილებლად საჭიროა და ეს მოხდება, იმიტომ რომ სულიტაცია. მე არ ვიცი ახლა ხვალინდელ დღეზე ვის რა უთხრა, მაგრამ ერთ ამას ვიტყვი. ჩვენ ძალიან ვტკივა და ეს ტკივილი უნდა დამთავრდეს. ეს ტკივილი უნდა მოშუშდეს და როგორც ბატონმა თენგიზმა თქვა, ბევრ ამას ვერ ვიტყვია ხო და მეც გამოჩინა გარკვეული ინფორმაციები და ბატონ თენგიზ უფრო მეტი ჩემი გადასახედიდან და ალბათ სხვებსაც გააჩნიათ ეს ინფორმაციები და მოვადრო როცა ისინი მოვლენამდე გაგესაუბრებია, მაგრამ ერთი რამე ცხადია რომ მოვადრო და დიდი თენგიზი არ შევდეს უყარსაც ძალიან რა ვქნით საჩეხის ლექსი და ის ასე მთავრდება. მე თქვენ რომ მოალის კარგა იღების თავად მე დარწმუნებული ვარ მოვა იმიტომ რომ აფხაზეთის კარგა იღება ქართულის აფხაზებისთვის და ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ ქართულების და აფხაზების. მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა ბატონო. დიდი მადლობა კარგად